თავი მეშვიდე. ხოლო იმის შესახებ, რაც თქვენ მომწერეთ, კაცისათვის კარგია არ გაეკაროს დიაც, მაგრამ სიცვის თავიდან ასაცილებლად ყოველ მამაკაცს ყავდეს თავისი ცოლი და ყოველ დედაკაცს თავისი ქმარი. ქმარმა ჯეროვანი პატივი უნდა სცეს ცოლს, აგრეთვე ცოლმაც ქმარს. ცოლი არ უფლობს თავის სხეულზე, არამედ ქმარი. ასევე ქმარიც არ უფლობს თავის სხეულზე, არამედ ცოლი. ნუ განშორდებით ერთმანეთს, გარდა შეთანხმებისა, დროებით რომ მოიცალოთ ლოცვისათვის და კვლავ ერთად იყოთ, რათა არ გამოგცადოთ სატანამ თქვენი თავშეუკავებლობით. ხოლო ამას ვამბობ დასაშვებად და არა ბრძანებით. ვინაიდან სურს ყველა ადამიანი იყოს როგორც მე ვარ, მაგრამ ყველას თავისი ნიჭი აქვს ღვთისაგან, ზოგს ასე და ზოგს ისე. ხოლო დაუქორწინებლებს და ქვრივებს ვეუბნები, რომ მათთვის კარგია ჩემსავით დარჩნენ, მაგრამ თუ თავშეკავება არ ძალუძთ, იქორწინონ. ვინაიდან უმჯობესია იქორწინონ, ვიდრე აღეგზნონ. ხოლო დაქორწინებულებს ვამცნებ არა მე, არამედ უფალი, ცოლი არ გაეყაროს ქმარს. ხოლო თუ გაეყრება, უქორწინოდ დარჩეს, ან და ქმარ შეურიგდეს. ქმარი ნუ დატოვებს თავის ცოლს. სხვებს კი ვეუბნები მე და არა უფალი. თუ ვინმე ძმას ყავს ურწმუნო ცოლი და ის ქალი თანახმაა მასთან იცხოვროს, ნუ დატოვებს იმ ცოლს. დედაკაცი, რომელსაც ურწმუნო ქმარი ყავს და მას სურს მასთან ცხოვრება, ნუ დატოვებს ქმარს. ვინაიდან ურწმუნო ქმარი განიწმინდება ცოლით და ურწმუნო ცოლი განიწმინდება ქმრით. სხვანაირად თქვენი შვილები არაწმინდები იქნებოდნენ, ახლა კი წმინდები არიან. მაგრამ თუ ურწმუნო სურს გაყრა, გაეყაროს, ასეთ ვითარებაში ძმა და დამონებულნი არ არიან, რადგან მშვიდობისაკენ მოგვიწოდა ღმერთმა. ვინაიდან რა იცი შენ ცოლო, იქნები ხსნა ქმარი, და რა იცი შენ ქმარო, იქნები ხსნა ცოლი. თითოეული ისე მოიქცეს, როგორც ღმერთმა უწილხვედრა და თითოეული, როგორც უფალმა მოუწოდა. და ასე უწესებ მე ყოველ ეკლესიას. თუ რომელიმე მოწოდებული წინა დაცვეთილია, ნუ დამალავს. თუ რომელიმე მოწოდებული წინა დაუცვეთელია, ნუ წინა დაიცვეთს. არაფერია წინა დაცვეთა და არაფერია წინა დაუცვეთელობა, არამედ ღვთის ცნებათა დაცვა. თითოეული დარჩეს იმ მოწოდებაში, რომელშიც მოუწოდეს. თუ მოწოდებული ხარ როგორც მონა, ნუ ითაგილებ, მაგრამ თუ ძალგიც გათავისუფლება, მჯობესია ისარგებლო. ვინაიდან უფალში მოწოდებული მონა უფლის თავისუფალია, ასევე მოწოდებული თავისუფალიც ქრისტეს მონაა. ფასით ხართ ნაყიდნი, ნუ გახდებით ადამიანთა მონები. ძმანო, თითოეული იმ მოწოდებით დარჩეს ღვთის წინაშე, რომელშიც მოწოდებული იყო. უქორწინებელთა შესახებ არა მაქვს ბრძანება უფლისაგან, მხოლოდ ჩემს რჩევას გაუწყებთ, რადგან შემიწყალა უფალმა, რომ მისი ერთგული ვიყო. მე ვფიქრობ, რომ ახლანდელ გასაჭირში ადამიანისათვის უმჯობესია დარჩეს როგორც არის. თუ შეერთებული ხარ ცოლთან, გაყრას ნუეძებ, ხოლო თუ უცოლო ხარ, ცოლს ნუეძებ. სხვაფრით ცოლიც რომ მოიყვანო არ შესწოდავ და თუ ქალწული გათხოვდება არ შესწოდავს, მაგრამ ასეთებს ხორციელი გაჭირვება ექნება და მე არ მეთმობით. ხოლო ამას გეტყვით ძმანო, ჟამი იწურება, ამიტომ ამიერიდან ცოლიანები იყავით როგორც უცოლონი. მოტირალნი როგორც უტირალნი, მოხარულნი როგორც უხარულნი, მქონენი როგორც უქონელნი, წუთისოფლით მოსარგებლენი როგორც არამოსარგებლენი, ვინაიდან წარმავალია წუთისოფლის სახე. მე მსურს რომ უზრუნველად იყოთ. უცოლო უფლისაზე ზრუნავს, როგორ აამოს უფალს, ხოლო ცოლიანი წუთისოფლის საქმეებზე ზრუნავს, როგორ აამოს ცოლს. არის განსხვავება ქმრიანსა და ქალწულს შორის. ქალი უქმრო და ქალწული ზრუნავს უფლისაზე, რათა სხეულითაც წმიდა იყოს და სულითაც. ქმრიანი კი წუთისოფლის საქმეებზე ზრუნავს, როგორ აამოს ქმარს. ამას გეუბნებით თქვენ და სასარგებლოდ, არა იმისათვის, რომ მარყუჟი მოგდოთ, არამედ რათა კეთილი მოგცევით, განუწყვეტლივ ემსახუროთ უფალს დაუბრკოლებლივ. თუ ვინმე შეუფერებლად მიაჩნია, რომ მისი დანიშნული ქალწული სიყმაწვილის ასაკს გადასცდა, როგორც ენებოს, ისე მოიქცეს, არ შესწოდავს, დაედაქორწინდნენ. ხოლო ვინც თავისი გულით მტკიცე დგას და იძულებული არ არის, არამედ აქვს ხელმწიფება თავის ნებაზე და გადაწყვიტა თავის გულში თავისი ქალწულის დაცვა, ის კარგად იქცევა. ამიტომ ვინც გაათხოვებს თავის ქალწულს, კარგად იქცევა და ვინც არ გაათხოვებს, უკეთესად იქცევა. ცოლი ჯულით შეკრულია, სანამ ცოცხალია მისი ქმარი.
ხოლო თუ ქმარი მოუკვდება, თავისუფალია, გაყვეს ვისაც სურს ოღონდ უფალში. მაგრამ უფრო ნეტარია თუ ასე დარჩება ჩემი რჩევით. მე ვფიქრობ, რომ მეც მაქვს ღვთის სული.